იგი მინდა მიმართო მაყურებელს, იცი რა ძალიან ბევრი რა. იცი აი გიგი რასაც ლაპარაკობს, იმას რეაქციად რა ყურადღება. რატო ეკიდებით რაღაცა სულელურ გამონათქვამებს და ჭორებს და თანაც აი რაღაცა იმას სახალისო რაღაცებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს არის რაც თქვა რა, რა შედეგებიც დადგება. მაგალითად ენერგეტიკაში, მაგალითად ადამიანის უფლებებში და ასე შემდეგ. გიბრუნებს სიტყვას რა უბრალოდ ესე კარგად რო ახსნა რა, ესე იგი გენდერი არის სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა, ხო? ეს ყველა ვიცით, ხო, ამაზე მე არ ამგონია რომ ვინმე მეკამოთ. ახლა ამას ხსნი, იმიტომ რომ ხა საქართველოს სავსეა დოგმატური მოაზროვნე ხალხი, რომლებიც საკუთარ თავს იმას ინტელექტუალებს უწოდებენ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამის ახსნა საჭიროა. გენდერი არის სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა რა. ყველა შემთხვევაში, როდესაც სოციალურად კონსტრუირებული იდენტობას უპირისპირებს ბიოლოგიურად კონსტრუირებულ იდენტობას, ეს არის ძალიან ცუდი. მე გაგახსენებთ ეს რა. ეს არის მაგალითად ფაშიზმი. აი ზუსტად სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა დაუპირისპირდა ბიოლოგიურად კონსტრუირებულ იდენტობას და შეეცადნენ სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა გადაექციათ ბიოლოგიურად კონსტრუირებულ იდენტობას. ფაშიზმი მეტი არაფერი არ არის. აი ესე შეხედეთ ერთი წუთით რა. ზუსტად ეს იყო ფაშიზმი, ზუსტად ამან გამოიწვია სოფლიოები, ზუსტად ამან გამოიწვია ებრაელების ხოთო, ზუსტად ამან გამოიწვია საკონსტიტუციო ბანაკები. მეტი არაფერი არ არის. სტრუქტურულად შეხედეთ რა არის რა. ანუ სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა უპირისპირდება ბიოლოგიურ იდენტობას, არის ხელობა სოციალურად კონსტრუირებული იდენტობა გაასაღო ბიოლოგიურ იდენტობად. აი არიელები ხო, თეთრკანიანები, მათი სუპერიორიტი, ანუ მათი აღმატებულობა, ეს მეტი კი არაფერი არ იყო ისა. ფაშიზმი. ამიტომაც ეს არის ძალიან სახიფათო. მაგრამ რაც უნდა კარგი სურვილები ქონდეთ ამის უკან. თავარი არის ეს ყველა შემთხვევაში დამთავრდება ესე. და ამერიკაში ლამის დამთავრდა, იმიტომ რომ გეუბნებით ესე იგი უამრავი ჩემი მეგობარი ცხოვრობს იქა და წლების განმავლობაში ეს არის ესე იგი მერი ქრისტმას ვერ გვეუბნებოდნენ მეზობლებიო რა. ფაქტია ეს და მისკენ მილიონი ხო ასევე აიგზავნება ამ დეის გამოყენება სახელმწიფო სამსახურში. ანუ ეს რაც იყო ხო ცნობილი ის რო არის. ბოინგის რატომ მოძრაო კარებიო და იმიტომ დეი ინჟინერები აიყვანესო. ხო ანუ ეს იყო ძალიან სერიოზულად დაზარალებდა ეს ამერიკას და ძალიან სერიოზულად დააზარალებდა მომავალში ამერიკის ინდუსტრიას. ეგეთი ისიც გამოსცა, ხელი მოაწერა merit base, ანუ დამსახურების მიხედვით სამსახურში, ფედერალურ სამსახურში. ფედერალურად რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ეხება კერძოს და არც არავინ არ იმატა 10 წლის შემთხვევაში ფედერალური ოფიცერი არ დააზგება კერძო კომპანიას და არ დაავალდებულებს მას, რომ გინდა თუ არა ახლა შენ დეის მიხედვით აიყვანე ხალხი და არ აიყვანო იმ ღირსების და იმის გამოცდილების და დამსახურების, ანუ რაც დაიმსახურებს მათ იმის მიხედვით რა. საერთაშორისო პოლიტიკაში და ხო სკოლები რაც თავარია, ახლა აქ ბევრმა დაიწყო რომ ეს არის თქვენს რა მათ შორჩეა მეგობრებებს დაანებოს თავის სკოლებს. არ გამოვა სკოლების თავის დაანებება, იმიტომ რომ ობამამ დაიწყო ძალიან კარგი დეცენტრალიზებული count based ანუ საგრაფოს სკოლების გადაკეთება სახელმწიფო სკოლებად რა. ეს დაიწყო, ბევრგან გამოვიდა, ბევრგან არ გამოვიდა, საბოლოოდ უკვე ისე ძალიან ცუდად იყო საქმე, იმიტომ რომ მართლა ასწავლიდნენ სკოლებში აი ამას რა. სოციალურად კონსტრუირებული იდენტობების დაპირისპირებას ბიოლოგიური იდენტობებთან და ამის გასაღებას ბიოლოგიური იდენტობებთან. ამას მართლა ასწავლიდნენ და ეს რა თქმა უნდა შეცვლილია, რა თქმა უნდა ეს ვალდებულება უნდა მოიხსნას და თვითონ ესე იგი საგრაფოები და მოსახლეები თავარი ეს არის ხო რომ ამერიკელი ლაპარაკობს თავისუფლებაზე, პირველი მას რაც თავში მოდის, ეს შეიძლება ჩვენთვის უცნაურია, მაგრამ პირველი რაც მას თავში მოდის არის ის რომ მან უნდა გადაწყვიტოს რა უნდა ისწავლოს მისმა შვილმა. და არა ვიღაცამ იმაში. აი ეს არის რომ დაილაპარაკოთ ამერიკას, არა თუ გინდა რაც არ უნდა გააკეთოთ, ხო? ეს არის რა არის ამერიკული თავისუფლება. ამერიკული თავისუფლება გარდა იმისა, რომ კი ბატონო ეს არის პიროვნული თავისუფლება, გარდა იმისა, რომ ეს არის ეკონომიკური თავისუფლება, ეს არის რომ ამერიკას უნდა თვითონ გადაწყვიტოს რას ისწავლია მისი შვილები. და ასე ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ, მაგალითად სკოლის ხალხმა რას ისწავლია მათი შვილები და არა დაუშვათ ვიღაცა დაუკვირდებით და თუ დაფიქრდებით მაყურებელს და მსმენელს მიმართავ. ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი მომენტია ეს რა და სწორედ ერთ-ერთი ეს არის რა ქვია შეწინააღმდეგება აი იმ რაღაცა სოციალური საშინელი გადახრებისთვის, რომელიც მე ნუ ჩდება. უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ ამ შემთხვევაში ოჯახმა რას ასწავლის და რას გადაწევს თავის იმას, წევრებს და თავის შვილებს. კი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ეს არის იქამდე ობამას დროინდელ იქამდე ვითარებამდე დაბრუნება, რაც მე დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ვინც უსმენდა ამოისუნთქეს და ამერიკელებმა ამოისუნთქეს შვებით, იმიტომ რომ ისინი იმათ აღარ შეეშინდებათ, რომ ესე იგი სკოლა მათსა და მათ შვილებს შორის ბარიერს წარმოშობს და ამ შემდეგ რა.